ხო და მეგობრებო, დღეს მივდივართ ქუთაისში. ისე ვიძახი, თითქოს ეხლა პირველად მივდიოდე. ძალიან ბევრჯერ ვარ ქუთაისში ნამყოფი. დღეს ვაფშე არ მიძინია სასტავ, ალბათ 1 საათი მეძინა მარტო. და ეგა საწვავით ჩავასხით და ეხლა წავალ ქუთაისში. 1 hour later. ხო და მეგობრებო, ეხლა ჩამოვედი ქუთაისში. მოკლედ ძალიან მშია, ცოტა ხანი შევალ მაკდონალდსში და ალბათ პატარა მუქბანგს ვეცდები რომ გადავიღო ჩუმად და ალბათ დიდი ალბათობით დავათვალიერებთ ქალაქსაც. ხო და მეგობრებო, ეხლა ვარ მაკდონალდსში, ამას ჩუმად ვიღებ. აგერ მომიტანეს ბურგერი, კარტოფილი და კოლა. აგერ დედაჩემი ნაყინს ჭამს მარწყვისას. მარჯობა, მოგესალმები. ხო და მეგობრებო, ეხლა შევჭამ ბურგერს და გავალ მე მაკდონალდსიდან. აი ასეთია ბურგერი, სასყავ. A few moments later. ხო და მოკლედ ეხლა გამოვედი მაკდონალდსიდან და გავძეხი რა მოკლედ. ვაიმე. ხო და ეხლა წავალთ რაღაცა მაღაზიებს დავათვალიერებთ სასტავ და რა ვიმედია დაცვა არ დამინახავს და არ გამომიჭერს რომ ჩუმად ვიდეოს ვიღებ თუ არა და დამერხევა. ხო, რაღაც შადრევანი არის, მაგრამ ისე მართლა ლამაზია სხვათა შორის. ხო და მეგობრებო, ესე იგი მოვედი კინოთეატრში და როგორც ჩანს კინოთეატრი წახნით დაკეტილი აქვს, მაგრამ არა უშავს. რამაიკა არის, მანახე ასეთი. ისე რავი, ძალიან ხوار გაუფლიანდები ამაში ნეტავ. ამაში არ მე მინდა იმ მოკლე მკლავიანი ხო ხდები რა. ხო. გილოცავ ახალ წელს კი მინდა წამოიღე. წამოიღე რატომაც არა, ახალი წელია დღეს, აბა რა გონია. აი ხო სერიოზულად ეხა ახალი წელი არა ის. სექტეთში რა ლამაზი იყო ისე. ეს მაგის უკან. მაგრამ ბიჭის მე მგონი არ ამგონია ეს რო იყოს. თუ არის? ძალიან ლამაზი იყო ეს დამევასა ძალიან რაღაც პონჩი, რატო არ ვიცი. მანახე. აბა საკურა წერია და იაპონური ვინც იცით აქ რა წერია დაწერეთ რა კომენტარებში. კოსტუმები ხო არ გვეყიდა ვაფშე. 59 ლარი ღირს ეს. ეს ლურჯი მანახე ერთი ეს. ლურჯი მანახე. რავიმე მომწონს პირადად, მაგრამ თქვენ რა აზრის ხართ ამაზე? უნდა მეყიდა ეს თუ არა რა სიტყვით? 2000 years later. კაროჩე მეგობრებო, ესე იგი უკვე ვიყიდე ეს საკურა მაიკა თუ რაც ქვია, რაც გინდათ დაუძახეთ. ფასდაკლებით მივეცი 25 ლარი. ეხლა წამოვედი კინოთეატრიდან. მოკლედ აი ძალიან ცხელა რა ქუთაისშიც იმენა. კატასტროფაა, საშინლად აი ოფლი მომდის, ოფლში ვანაობ რა სასტავ. ძალიან ცხელა, მაგრამ გამიგია თბილისში უარესი სიცხე არისო და რავი აბა. მაგრამ რო იცოდეთ აქაც ძალიან ცხელა და ოფლში ვანაობ რა როგორც ვახსენე. შემოვედით ეხლა ქარვასლაში ცოტა ხნით აი დედაჩემა შემომიყვანა რატომეც არ ვიცი. არც არაფერი არ მიყიდია, არც არაფერი აქვს. უბრალოდ რაღაცები შემოვიარეთ იქით-აქეთ და ვსო ახლა გავდივართ და ეგა ხო და მეგობრებო, ხა შემოვედით ქუთაისის ბაღში.
და რავი რა, როგორც ვახსენე, ძალიან ცხელა, რავი, დავიწვი უკვე, რასაც ქვია. რავი, მეც აღარ ვიცი რა გავაკეთოთ ან. წესით მეგობრებო, ასევე წავალ კარფურში და მერე დავასრულებ ვიდეოს, თორე არ მინდა ძალიან დიდი ვიდეო რომ გამომივიდეს. კაროში მოვედი წყაროსთან რა. ძალიან ცხელა ჩემი კაიმენა სასტავრა. როგორც ვახსენე, მილიონჯერ უკვე ძალიან ცხელა და დავიწვი რა, ავეცები გავიგილო ჩემი. და გავაგრძელოთ ახლა ვიდეო. მოკლედ მეგობრებო, ახლა მივდივარ მაღაზია პეპელაში, რადგან მაინტერესებს რამე ახალი მოდელები ხო არ შემოიტანეს. ესე იგი, სანამ დაიწყებთ კომენტარებში ვაიმე სათამაშოების მაღაზიაში მიდისო, არა სათამაშოების გამო არ მივდივარ. მოკლედ მეგობრებო, მე ვარ კოლექციონერი, ვაგროვებ მანქანების მოდელებს და რა თქმა უნდა ვიყენებ იმის გამო, რომ დავდო სადმე თაროზე და არა რომ ვითამაშო. და ხო და ეხლა შევალ და ვნახოთ თუ შევძლებ გადაღებას და განახებთ რა მოდელები აქვთ შემოტანილი, თუ შემოიტანეს რამე ახალი საერთოდ. Many months later. ხო და მეგობრებო, ახლა ვიყავი შესული პეპელაში ამ ფილიალში სამწუხაროდ ისეთი განსაკუთრებული სერიოზული მოდელები არ ქონდათ მაინც და მაინც აი ისეთი რომ მე ვთქვა რომ აი მომეწონა და ვიყიდი მეთქი. ასე რომ ახლა წავალ მეგობრებო კარფურში, West Point-ში ხო და მან ვნახავ რამე კიდე თუ აქვთ რამე მოდელები რაღაცებსაც დავათვალიერებ და მერე ბოლოს დავამთავრებ ვიდეოს. 1 million zillion jillion dillion cotillion times later. მოვედით ახლა მეგობრებო West Point-ის კარფურში. ხო და ახლა შევეცდები რაღაცა ცოტა რაღაცა გადავიღო და მერე უნდა დავასრულო ვიდეო სასტავ. ხო და ახლა შემოვედი კარფურში სასტავ რაღაცას ვიყიდი. ალბათ საჭმელს რამე რუმეს. შენ კიდე ტანსაცმელს ათვალიერებ? ხო, ცუდად ვარ. ხო, ხო გითხარი წინაზე. ისე გარაა ცუდი, თქვინა წამოიღე. დიდი ზომა რა თქმა უნდა. Meanwhile, მე მგონი გოგოსია ხო ისე თუ გაიაზრებ გოგოების სექციაში მოვედით და აუ ჩემი კაი ცუდად ვარ იმენა. რას ფიქრობდი ამდენ ხანს? 2 idiots later. ეხლა მეგობრებო შევალ პეპელაში. მეინლაინებში რამე ისეთ ახალს სამწუხაროდ არ ხედავ. მე მგონი თუ არ ვცდები ხო არა იგივე ნაგავიუყრიათ. არა ეს ფერარები კიდე გაყიდვაში როგორ არის? ხო ცუდად ვარ. ესეთი ფერარები მე ვიყიდე და რამდენი აქვთ? სოთ მოიცა რამდენი ცალი ვუდებთ? ერთი ცალი აქვთ მარტო. ცუდად ვარ. ერთი ცალი ვუდებთ მარტო, ძალიან მაგარია. კაროჩე ქუთაისის ფილიალშია, სანამ გაიყიდება შეესიეთ ვინც კოლექციონერები ხართ. რავი მე ესეთი ვიყიდე 50 ლარი ღირს სახში ახლა მიდევს. ძალიან მაგარია, მაგრამ მიყვირს ამდენი ხანი გაყიდვაში რო ვუდებთ. 2 hours later. და ხო და მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. დღეს მე გადავიღე ქუთაისში პატარა ვლოგი. შეიძლება არ გამომივიდა მაინც და მაინც ახლა საუკეთესო ვლოგი, მაგრამ და იმედია მაინც თუ მოგეწონათ, თხოვნა იქნება დაალაიქეთ ვიდეო და ესე გლიჯეთ გამოწერის ღილაკს, ჩაარტყით გამოწერის ღილაკს, ჩამსხვრიეთ ეგ დამპალი ღილაკი. კაი ჩემო ძმა, აუცილებლად აწი გავითვალისწინე შანძმობას. ხო და როგორც ვახსენეთ, დღეს ვაფშე არ მიძინია, ძალიან დაღლილი ვარ, ახლა უნდა წავიდე სახლში სასტავ. და დღეს მე შემოვიარე ქუთაისი, საქართველო და შემდეგი გაჩერება იტალია.